ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა თანამდებობა დატოვა ბესიკ ბაუჩაძის განცხადება ხულოს საკრებულომ რიგარეშეს ხტომაზე დააკმაყოფილა. გამგებლის მოვალეობას თამაზ აბაშიძე შეასრულებს თანამდებობიდან გადადგა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარჩანიძე მისი ინფორმაციით პოსტის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა. იგი ქართული ოცნების ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი იქნება. ვარჩანიძის განცხადებაზე საკრებულო კვირას რიგარეშეს ხტომაზე იმსჯელებს. გამგებლებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძის ინფორმაციით 5 მოქმედი გამგებლიდან შესაძლოა კანდიდატად ერთი მათგანი წარდგენილი არ იყოს, თუმცა ხაბაძემ მისი ვინაობა არ დააკონკრეტა. საკრებულო ხაბამის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ ბესიკ ბაუჩაძის დაკავებულითა განთავისუფლების თაობაზე იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საკმაოდ რთული პროცესი მიმდინარეობს რაიონში, ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასე სოფლის ხარჯების პროგრამის გასაცვლელი სამუშაოების შესრულება, ტენდერების გამოცდა და მიღების სამუშაოების შესრულება, რომ არ შეფერხდეს აწყობილი შრომის რიტმი. საკრებულო მიიღო გადაწყვეტილება და საკრებულოს თავმჯდომარეს მიცანახო, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნოს გამგებლის მოადგილე ბატონი თამაზ აბაშიძე. ახლა დავტოვებენ გამგებლის თანამდებობა და ვაპირებ ჩემი კანდიდატურა რომ წავახერხო არჩევნებზე. ხელვაჩაურში წარდგენილი ვარ ბლოკი ქართული ოცნების რეკომენდაციით. მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე. გამგებლიდან მე შემიძლია გითხრათ, რომ 4 აუცილებლად იქნება დარჩება. ერთ-ერთი გამგებლის საკითხი ასე ვთქვათ, შეთანხმების საგანია ჯერ კიდევ არის. მე მინდა გითხრათ, რომ ბევრი დიდი კონკურენცია იყო ამ კუთხითაც. ჩვენ ბევრი ყავს პარტიაში, კოალიციაში ის პიროვნებები, ვინც შეძლებდა ნებისმიერი მუნიციპალიტეტის მართვას. მინდა გითხრათ, რომ მინიმუმ 3-4 კანდიდატი განიხილებოდა თითოეულ პოზიციაზე. ჩვენ შევარჩიეთ დამსახურების, გამოცდილების, კომპეტენციის მიხედვით, ასევე რეიტინგის მიხედვით. შესაბამისად, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ჩვენ ბოლომდე გადაწყვეტილი არ გვაქვს.